საკრებულოს ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ქალაქის მერს მერის დაქვემდებარებაში მყოფი შეპსების სამეთვალყურეო საბჭოებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დასაქმებაში ადანაშაულებს. ფრაქციის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ მან მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მერის დაქვემდებარებაში მყოფ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს სინათლის ქალაქი ჰერმესი თბილსერვისისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაინიშნენ ყოფილი პარლამენტარები, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი ოჯახის წევრები. შიხიაშვილის ინფორმაციით სულ 36 ადამიანია დასაქმებული და ყოველ მათგანს ხელფასი 2500 ლარი ექნება. თავშესაფრად უნდა გადააქციოს ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები და მათი ოჯახის წევრებისთვის ქალაქ თბილისის მერია. ანუ ბიუჯეტის ხარჯზე მათ დაუნიშნა ხელფასები იმ სამეთვალყურეო საბჭოებში, რომლის შექმნის აუცილებლობა სერიოზული კითხვის ნიშანს აჩენს. და აბსოლუტურად მიუღებელია ის საკითხიც, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდნენ, არ არიან ამ დარგების სპეციალისტები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ისეთი ცნობილი სახეები ნაცმოძრაობის, როგორც არის ეკა ხერხეულიძე, მამუკა ხერხეულიძე, ხათუნა უჩიაური, აკაკი სეფერთელაძე, ვლადიმერ ვარძელაშვილი.